მოგესალმებით, მოკლედ, გადავწყვიტე, რომ წავიდე იხზე სანადიროდ. ნახოთ იმედია გამიმართლებს ჩემი პროგრამა მინიმუმი. იქნება რომ 2 წელი იხვი მაინც. მოვინადირო, ნახოთ იმედია გამიმართლებს და მინიმუმ 2 იხვის მონადირებას შევძლებ. ეხლა ვარ გზაში, დაახლოებით არის 3 საათი, მივდივარ წალკაში, დაახლოებით ალბათ 1 საათში ვიქნები. მოვაწყობ საფარს და მოვემზადები საღამოს გადაფრენისთვის. იმედია გაგიმართლებს. ნახოთ. მოკლედ მოვედი ესეთ ადგილას, დავაპარკინგე მანქანა და ესე უნდა გადავიარო ახლა ეს მთავრო ტბასთან მივიდე. ეხლა ცოტა ხანი მინდა რომ შევისმენო. როგორ ესე ამოვედი უკვე მთაზე. ნახეთ რამდენი რაღაცები მაქვს. საკმაოდ ძიმია. ახლავთ 300 მეტრი დამჩა უკვე და ტბასაც მივადგებით. მივადექი ტბას და იხვებსაც ვხედავ. იხვები, 2 წელი იხვი. 2 წელი იხვის ხედავ. ეხლა რამდენად უნდა ვეცადო რომ ეგ იხვები წამოიყვანო ჩემსკენ. ძალიან ბევრი იხვის ის მეგობრებო, ძალიან. ნახეთ რამდენია, რამდენი იხვის ის ნახეთ. უბრალოდ ვერ ვახერხებ რომ მივეპარო და კიდევ ეცდები აბა. მოვედი ტბასთან. წეგან როგორც ნახეთ ვიდეოში ვიხვები იყო, მაგრამ ვერანაირად ვერ მივეპარე, არც დრონმა არ იმუშავა. სულა შეეშინდათ დრონის და ჩამოვედი ახლა და ესე ამ კუთხეში ხა ქვებთან. აქ ვაპირებ რომ დავბინავდე, საფარი მოვაწყო და დაველოდები იხვებს. ძალიან მაგარი ადგილია, მაგრად მომწონს ეს ადგილი, მენა საიხვე ადგილია და ნახოთ აბა. როგორ წავა საქმეები. მოკლედ ესეთი საფარი მოვაწყე. აქ სადმე უნდა გავჩერდე. აქედან უნდა ვაკონტროლო ტბის ტერიტორია. ნახოთ. მეგობრებო. უკვე მოფრინდნენ ჭიდები. მოფრინდა ერთი გუნდი. ველოდები კარგ მომენტს ასროლად. ძალიან ბევრი არიან. უნდა დავაყარო. იმედია მოვკლავ. აბა წავიდა. 1 2 3 ცალი მოვკალი. მხოლოდ 1 ცალი მოვკალი. მაგარი იყო. 1 ცალი არის უკვე. გაამართლა უკვე. 1 ცალი დავატოვებინე, სხვებს ვეღარ ვესროლე. მაგრამ კაი იყო, ესეც მაგარი იყო. ვაუ, მაგარი იყო. გაამართლა უკვე. გაამართლა უკვე ჩემო. ესე საფარმა. ძალიან მაგარი იყო, 1 ცალია. იქ არის. წამოღებული მაქვს ესეთი იხვის ფიტულები და ეხლა უნდა ავაწყო და ჩავალაგო წყალში და მოკლედ საოცარი ნადირობა გველოდება წინ. 1 ცალი უკვე არის. წავედით. ეხლა შევალ წყალში და იხვებს ჩავალაგო. ჩავყარე ჩემი იხვები. ესენი არიან.
რა არის ცუდი მონია ცოტა შორს წავიდა რაღაც. დაცურავს, მაგრამ ეს არის ეგარი, უნდა იმუშაოს წესით. აი გამიმართლა და მონადირეები მოვიდნენ თავისი ძაღლით და გამოყავთ ჩემი იხვი. მაგარია. აბობა. ესეც ჩემი იყო. რაღაცა პატარა არის. ალბათ პარტყია თუ? არა, ჩეროკია. ჩეროკი იხვია. აი ერთი მელოტა დაცურავს დაახლოებით ალბათ 160 მეტრი იქნება. ხო არა? ხო. არა, ამაზე სროლას არ ვაპირებ. აი ჩემი იხვები და მოკლედ ველოდებით კარგი იხვებს. მოკლედ სანამ სამალავში ვართ და ველოდებით იხვებს, მოდი გეტყვით ჩემ თოფზე, რომელიც შევიძინე შარშან, ეს არის მასაი მარა, ეტაის მასაი მარა. რა ვიცი, მე ძალიან ყოფილი და ესეთი ბედნიერი ვარ ამ თოფით. შენივრად მუშაობს. შენივრად, რა ვიცი, ჭრას, მიტანას, რასაც ვეძახით მონადირეები თავის საქმეს ძალიან მაგრად აკეთებს. ვიზუალი თან ისეთია, როგორც მე მომწონს და რა ვიცი, მოკლედ ძალიან ყოფილი ვარ ამ თოფით. თავის საქმეს აკეთებს იდეალურად. რაც შეეხება ვაზნებს, ამ შემთხვევაში იღზე ვიყენებ ესეთი ბაშიერი პერაგრის 5 ნომერს 32 გრამიას, რაც რა ვიცი, სრულიად საკმარისია და კარგად მუშაობს ჩემი გამოცდილებით. ასევე წამოღებული მაქვს ზუბერის ხანუმერი, თუ ძალიან ახლოს დაჯდება რამე ან რაღაც ხანდახან არის რომ ბეკასი ჯდება ახლოს ან მელოტა, მაგ შემთხვევაში შემიძლია რომ ხანუმერი ზუბერი გამოვიყენო, რაც იქნება სრულიად საკმარისი. სხვადასხვა ამას ვიყენებ წყერზე და მანდა მაინც არ აქებენ ამ ვაზნებს, მაგრამ ჩემთვის რა ვიცი, ძალიან მისაღებია, ძალიან კარგად მუშაობს ზუბერის ხანუმერი. რამდენი გრამიანია ეს? 28 გრამიანი. შენივრად მუშაობს წყერზე და ამ შემთხვევაში იღზე, რა თქმა უნდა, უფრო მსხვილი ვაზნა გვინდა, იმიტომ ვიყენებ 5 ნომერს, რაც სრულიად საკმარისია, დაახლოებით 40-50 მეტრზე, 30-დან 50 მეტრამდე რა შენივრად მუშაობს რა. ესე მოკალათებული ვარ საფარში და ველოდები იხვების გამოჩენას. იმედია მალე მოვლენ. ორი ცალი მოვინადირე, ერთი ცალი აი აქ არის, ერთი ცალი კიდე აი იქ. აი სოლებს ვერ ვიღებ, მაგრამ აი ძალიან მაგარია რა. ძალიან მაგარია. ფიტულებიც მუშაობს. ნახოთ, გავაგზავნოთ. მელოტების ჯგუფი არის ახლოს და ესეთი მოვინადირო. ერთი ცალი მელოტაც დავამატე. მოკლედ, ამით დავამთავრებ ნადირობას. დღეს დილით მოკლედ გუშინ ერთი ცალი მოვკალი, დღეს დილით ორი ცალი მივამატე. ესეთი პატარა ჩეროკი იხვები. რა ვიცი, მაინც მართალია დიდი იხვები მინდოდა მე ხარაზულა იხვები, მაგრამ რაც არის ეს არის. მაინც გაყოფილი ვართ, რა თქმა უნდა. მაინც კარგია. სხვა დროს უფრო გაგვიმართლებს. ამადროებით.